ლაპარაკს ტრანსპორტერებზე და გადავდივართ იმ ტრანსპორტერებზე, რომლებიც განაპირობებენ წამლების გატანას უჯრედიდან უჯრედს შორის სითხეში, ან შარდში, ან ნაღვაზში და ასე შემდეგ. და პირველი კლასი, რომელსაც აგვხდებით, ეს არის წამლების მულტირეზისტენტულობის ცილები, ეგრეთ წოდებული MDR, multi-drug resistance proteins. ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ ძირითადად P-გლიკოპროტეინებზე, რომლებსაც მსგავსი სტრუქტურა გააჩნია და შეიძლება დავყოთ ისინი დაახლოებით 3 წევრი არის ნანახი, ეს არის პირველი, რომელსაც აგრეთვე P-გლიკოპროტეინს უწოდებენ, ეს არის მესამე წევრი და ეს არის bile salt excrete protein, ანუ სანაღვლე მარილების ექსკრეციის გამოყოფის ტრანსპორტერი, ანუ ცილა. ყველა ეს ტრანსპორტერი ახორციელებს ნაერთების ტრანსპორტ ATP-ის ჰიდროლიზის ენერგიის ხარჯზე და აქედან მნიშვნელოვანია სამივე წარმომადგენელი და ჩვენ განვიხილავთ მას რეაქციის მსვლელობაში. პირველი წარმოადგენელი MDR1, როგორც ტრანსპორტერების უმრავლესობა ტრანსმემბრანულ ცილას წარმოადგენს, შედგება ორი ჰომოლოგიური და სიმეტრიული თანმიმდევრობისაგან, აგრეთვე გლიკოზირებული ტრანსმემბრანული დომენისაგან და თითოეული ეს ნაწილი ჰომოლოგიური მოიცავს ექსტრასმემბრანულ დონეს, თუმცა სურათზე და აგრეთვე ATP დამაკავშირებელ უბას. ამგვარად ერთი მოლეკულა უკავშირდება ორ მოლეკულა ATP-ს. ის ახორციელებს მნიშვნელოვანი ნაერთების გადატანას უჯრედიდან და შემდგომ ეს პროცესი მოითხოვს ATP-ის დაშლას და გამოყოფილი ენერგიის ხარჯზე ნაერთი საბოლოოდ ტრანსპორტირდება უჯრედიდან გარეთ. საინტერესო, რომ პირველად ამ სახის ტრანსპორტერები აღმოჩენილი იყო კიბოს უჯრედებში, იმ კიბოს უჯრედებში, რომლებიც რეზისტენტული ან მდგრადნი იყვნენ გარკვეული ფარმაკოლოგიური პრეპარატების ზემოქმედების მიმართ და აღმოჩნდა, რომ ამ სახის უჯრედებში ნანახია ამ ტრანსპორტერის ძალიან ძლიერი ექსპრესია, რის შედეგადაც პრეპარატები ძალიან სწრაფად გადიოდნენ სამიზნე უჯრედებიდან და ვერ ასწრებდნენ ფარმაკოლოგიური ეფექტის გამოვლინებას. აქედან ზუსტად წამოვიდა სახელწოდება multi-drug resistant proteins. მაგრამ მსგავსი ტრანსპორტერი, ანალოგიური ტრანსპორტერი ნანახია აგრეთვე არასიმსივნურ ქსოვილებში, ეს არის პლაცენტა, საკვერცხეები, სათესლე, აგრეთვე ლიმფოციტებში, თავის ტვინის სისხლძარღვების ამომფენ უჯრედებში, ნაწლავის ამომფენ ენტეროციტების უჯრედებში და ფაქტიურად ესენი ამ შემთხვევაში ერთგვარ ბარიერულ ფუნქციას ასრულებენ. კერძოდ, როდესაც ორგანიზმში ან ნაყოფში პლაცენტიდან, ან კუჭნაწლავიდან, ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევიდან ცდილობს რაიმე ტოქსიკური ნაერთის შემოსვლას, ეს ტრანსპორტერები განაპირობებენ მის სწრაფ გასვლას და გაყვანას აღნიშნული უჯრედებიდან. შედეგად აღარ ხდება ტოქსინების ან ზოგიერთ შემთხვევაში ფარმაკოლოგიური პრეპარატების დაგროვება თავის ტვინში, ძვლის ტვინში, სასქესო ჯირკვლებში და ნაყოფში. ამ ტრანსპორტერების სუბსტრატებს მიეკუთვნება ესეთი მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური პრეპარატები, როგორიც არის ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, იმუნოსუპრესორები, აგრეთვე არტერიული წნევის მკურნალობაში გამოყენებული პრეპარატები და ქიმიოთერაპიაში გამოყენებული პრეპარატები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ტრანსპორტერს განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება იმის განსაზღვრაში, მოხდება თუ არა პრეპარატი სამიზნე ქსოვილამდე და დაგროვდება იქ თუ არა საკმარისი თერაპიული კონცენტრაციით. აღწერილია ამ ტრანსპორტერის გენის მუტაცია 26 ეგზონში, ეს 3415 პოზიციაში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცილოვანი პროდუქტი, რომელსაც დარღვეული აქვს სატრანსპორტო ფუნქცია. შედეგად ერთმხრივ ფარმაკოლოგიური პრეპარატის დონე იმატებს თვითონ პლაზმაში და აგრეთვე მსგავსი მუტაცია, მაგალითად ნანახია თირკმლის კარცინომის მქონე პაციენტებში, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში ეს არის დაკავშირებული თითო კარცინომის
განვითარების რისკთან, რადგანაც სავარაუდოდ ამ შემთხვევაში თირკმლში ბევრი ტოქსიკური ნაერთი და მათ შორის კანცეროგენი გროვდება უფრო მაღალი კონცენტრაციით. ამ ნაერთებს შორის ბევრი ფარმაკოლოგიური პრეპარატებიც არის, რომლებსაც ნეფროტოქსიკური მოქმედება გააჩნია და აგრეთვე მნიშვნელოვანი კანცეროგენები, რომლებიც საკვებთან ან სხვა ნაერთების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება ორგანიზმში. ამ ტრანსპორტერის მუტანტური ფორმის არსებობა აგრეთვე განაპირობებს იმას, რომ გარკვეული ნაერთების გამოსვლა თავის ტვინიდან ან სასურთლინე სითხიდან სისხლში გადატანა ვერ ხდება, რის შედეგადაც თავის ტვინში, კერძოდ კი საზურთლინე სითხეში შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს ტოქსიკური ნაერთები და ფიქრობენ ზუსტად მუტანტური ფორმის არსებობა ორგანიზმში არის დაკავშირებული ისეთ მოვლენებთან, როგორც არის პესტიციდებით ნეიროტოქსიკური მოწამვლა. თვლიან, რომ ამ ალელის, მუტანტური ალელის მატარებელი ადამიანი უფრო მიდრეკილია პესტიციდებით მოწავლისაკენ, ნეიროტოქსიკური მოწამვლის მიმართ და ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში გარკვეულ ნეიროდეგენერაციულ პათოლოგიას იწვევენ დაგროვებული პესტიციდები და შეიძლება პარკინსონიზმის მსგავსი მოვლენებიც კი გავითარდეს. ამ კლასის კიდევ ერთი წარმომადგენელი არის ნაღლის მარილების ექსპორტის ტუმბო, Basalt Export Pump. ის არის, როგორც სათაურიდან ჩანს, განლაგებული არის ჰეპატოციტების სანაღლე გზებისკენ მიმართულ ზედაპირზე, განაპირობებს სანაღლე მჟავების მარილების გადასვლას ჰეპატოციტიდან ნაღველში. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ის ახორციელებს გარკვეული ფარმაკოლოგიური პრეპარატების გადატანასაც კი და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრანსპორტერის გენის მუტაცია განაპირობებს ქოლესტას, ინტრაჰეპატურ ქოლესტას, ან ჰეპატოციტში მოხდება ნაღლის მარილების დაგროვება, რაც გამოიწვევს თვითონ ჰეპატოციტის დაზიანებას და მთლიანად ღვიძლის დისფუნქციას. ეს დაავადება არის ავტოსომურ რეცესიული, ამისათვის რომ მოხდეს ქოლესტაზის მძიმე ფორმების გამოვლინება, აუცილებელია რომ გენომში იყოს ორი მუტანტური ალელი და საკმაოდ მძიმე სიმპტომატიკის ხასიათდება ასეთ შემთხვევაში. მეორე კლასი ეს არის მონათესავე კლასი. წამლების მულტირეზისტენტულობასთან ასოცირებული ცილები, multi-drug resistant related proteins. ესენი ძირითადად დიდი რაოდენობით ექსპრესირდებიან სიმსივნურ უჯრედებში და ფიქრობენ, რომ ზუსტად ეს ტრანსპორტერები ამცირებენ და აქვეითებენ პასუხს ციტოტოქსიკური პრეპარატების მიღებაზე. მინდა შეგახსენოთ ფარმაკოლოგიიდან, რომ ქიმიოთერაპიის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენს ციტოტოქსიკური პრეპარატები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ, მაგრამ ხშირად ამ პრეპარატების გამოყენება არაეფექტური ხდება, რადგანაც უჯრედები რეზისტენტულნი არიან მათ მიერ. აი ზუსტად ამ რეზისტენტულობაზე პასუხისმგებელი ამ სახის ტრანსპორტერები ამჟამად იდენტიფიცირებულია 9 წარმომადგენელი ამ კლასის ჩვენ განვიხილავთ რამდენიმეს. ეს არის MRP2, რომელიც ძირითადად ლოკალიზებულია ჰეპატოციტებში და ეს არის სანაღლე გზებისკენ მიმართულ აგრეთ წოდებულ კანალიკულ ტუარულ ზედაპირზე არიან, მემბრანაში არიან წარმოდგენილები და ესენი ჩვენ როგორც უკვე შევთანხმდით, პასუხისმგებლები არიან ჰეპატოციტიდან ნაღველში პრეპარატის გადატანაზე, სუბსტრატს მიეკუთვნებიან უკვე მეორე ფაზის პროდუქტები, ეს არის გლუკურონიდთან ან გლუტათიონთან არსებული კონიუგატები, აგრეთვე იშვიათ შემთხვევაში არაკონიუგირებული ზოგიერთი ფარმაკოლოგიური პრეპარატი. ნანახია დააღწერილი ამ ტრანსპორტერის გენის ერთ-ერთი მუტაცია, ეს არის ძირითადად დელეცია ხდება და რომლის შედეგადაც ვითარდება საკმაოდ მძიმე გენეტიკური დაავადება, ეგრეთ წოდებული დუბლინ-ჯონსონის სინდრომი. ამ დროს რა ხდება? აღარ ხდება კონიუგირებული პროდუქტების გადატანა ჰეპატოციტიდან სანაღლე გზებში, ამიტომ ის გროვდება დიდი რაოდენობით ჰეპატოციტებში და შემდეგ უკვე ბილირუბინის სახით გადადის სისხლში და იწვევს სიკვდილს. აი თქვენ ხედავთ დუბლინ-ჯონსონის
მქონე ადამიანის სახის ფერი, როგორ განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის სახის ფერისაგან. მნიშვნელოვანია აგრეთვე მე-6 ფორმა, რომელიც ექსპრესირდება ღვიძლსა და აგრეთვე თირკმელებში. ნანახია ამ ტრანსპორტერის გენის რამდენიმე სახის მუტაცია, ეს არის მისენსი, დელეცია, ჭართვა და ასე შემდეგ. და ყველა ეს მუტაცია დაკავშირებული არის გენეტიკურ დაავადებასთან, ელასტიურ ფსევდოქსანტომასთან. ფსევდოქსანტომა, იმიტომ ეწოდება, რომ თავის სიმპტომატიკის ქსანტომას გავს, მეტაბოლურ დარღვევას, მაგრამ არის გენეტიკური დაავადება და ლათინურად ფსევდოქსანტომა ელასტიკურ ეწოდება. ეს დაავადება ხასიათდება ელასტიკური ბოჭკოების ფრაგმენტაციით და მინერალიზაციით, რომელსაც თან ახლავს ბადურის, კანის, სისხლძარღვების დაზიანება. ზუსტად ამ შემთხვევაში ამ დაავადების განვითარებაზე პასუხისმგებელია ამ ტრანსპორტერის მუტირებული ფორმა. ბოლო წარმომადგენელია, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, ეს არის სარწევი ჯირკვლის კიბოს რეზისტენტულობის ცილა. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, პირველად აღმოჩენილი იყო სარწევი ჯირკვლის კიბოს უჯრედებში, მაგრამ შემდგომ ნახეს სხვა არასიმსივნურ ქსოვილებში, ეს არის პლაცენტა, გული, საკვერცხე, თირკმელი, ძილს ბადის სისტემა და სხვა. და რაც ყველაზე საინტერესოა, მონაწილეობს ჰერნის და ფორფირინის ტრანსპორტში. და შესაბამისად აფერხებს ამ საკმაოდ ტოქსიკური ნაერთების დაგროვებას უჯრედში. ამ ტრანსპორტერის გენის დეფექტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიმპტომატიკასთან იქნება ასოცირებული, რადგანაც ამ დროს უჯრედებში, ძირითადად ღიარდება ამ დროს კანის უჯრედების და სისხლის უჯრედები გროვდება დიდი რაოდენობით პორფირინი, პროტოპორფირინი, ეს არის ჰემის შემადგენელი ნაერთი და შემდგომ ეს უკვე პროტოპორფირინი ხასიათდება ძალიან მაღალი ფოტოგრძნობელობით და იწვევს კანის პიგმენტაციას, განსაკუთრებით მზეზე. შემდგომ ხდება კანის უჯრედების დაზიანება, შეშუპება, ვითარდება წვა და ქავილი და შედეგად ვითარდება დაავადება, რომელსაც პროტოპორფირიას უწოდებენ. ამგვარად ჩვენ განვიხილეთ, რომ წამლების ტრანსპორტერების გარკვეული მუტაციას არსებობა ადამიანის გენებში ერთხელ განაპირობებს გარკვეული გენეტიკური დაავადებების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ არაეფექტურს ხდის გარკვეული ფარმაკოლოგიური პრეპარატების გამოყენებას სხვადასხვა დაავადების თერაპიაზე.